სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასი ყაზახეთში გასტროლებზე წასასვლელად ემზადება, სადაც სპექტაკლ რომეო და ჯულიეტა წარადგენს. საფესტივალო სამზადის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე თეატრის დასის წევრებს შეხვდა და სპექტაკლ რომეო და ჯულიეტას რეპეტიციას დაესწრო. თეატრი საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მიემგზავრება. გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრი აფხაზეთის საზოგადოებისთვის და ზოგადად აფხაზეთის მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი კულტურული ფასეულობაა. მე მინდა მას წარმატებები უსურვო ყაზახეთის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და ზოგადად ეს თეატრი არის ჩვენი საზოგადოებისთვის დამაკავშირებელი, თაობათა დამაკავშირებელი თეატრი და მიხარია, რომ ესეთ დონეზე ესეთ წარმატებებს აღწევთ. მთავრობის თავმჯდომარე მუდმივად გვერდში უდგას აფხაზეთის შემოქმედებით კოლექტივებს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო კულტურის სამინისტროს პირადად ქალბატონ თიკა რუხაძის ჩართულობა, ვისი მეშვეობითაც კონკრეტულ თეატრს მიეცა საშუალება საზღვარგარეთ წასულიყვნენ გასტროლებზე. ჩვენ სამინისტროს დასახული გვაქვს გეგმები და ამოცანები, რისი საშუალებითაც შემოქმედებით და სამომავლოდ გაუჩნდება პერსპექტივები. ჩვენი თეატრისთვის ეს არის პირველი საერთაშორისო ფესტივალი და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თეატრის იქ მონაწილეობა, იმიტომაც რომ პირველია, იმიტომაც რომ ჩვენ აფხაზეთის სახელი ყველგან უნდა გავაჟღეროთ და ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ უშუალოდ მთავრობა და სახელმწიფო იყოს ამაში ჩართული,